წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მცირე ზომის ლითონის მოწყობილობაშია მოთავსებული. ამ მოწყობილობის გარეშე მას მოძრაობა, ჭამა და სუნთქვა არ შეუძლია. ასეთი მდგომარეობა კოშმარულ სიზმარს გავს, მაგრამ პოლ რიჩარდ ალექსანდერისთვის ეს არა სიზმარი, არამედ საშინელი რეალობაა. 1952 წლიდან პოლი ამ მოწყობილობაში თითქმის ყოველ წუთს ატარებს. საინტერესოა, რამ გამოიწვია მისი ასეთი მდგომარეობა. ამ ეპიზოდში პოლ რიჩარდ ალექსანდერის წარმოუდგენელ ისტორიას მოგიყვებით. პოლის სიტუაციის უკეთ გასაგებად ვირუსი პოლიომიელიტის SARS უნდა გავეცნოთ. ის ამ ვირუსით 6 წლის ასაკში დაინფიცირდა. პოლიომიელიტი საშიში დაავადებაა, რომელიც ადამიანის ზურგის ტვინს აზიანებს. რთულ შემთხვევებში მას დაავადებულის პარალიზება შეუძლია. როგორც წესი, ამ ვირუსით 200-დან 1 ადამიანი ინფიცირდება. დაავადებულებს პროგრესირებადი კუნთოვანი სისუსტე, ატროფია და კიდურების დეფორმაცია აღენიშნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები საკმაოდ რთულია, ვირუსს ბევრად უარესი შედეგების გამოწვევაც კი შეუძლია. მძიმე ფორმის დროს პაციენტებს სიარული, ჭამა და დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეუძლიათ. სამწუხაროდ, ასე მოხდა პოლის შემთხვევაში. ის 1952 წელს დაინფიცირდა. ამ დროს ამერიკა და ევროპა პოლიომიელიტის ყველაზე საშიშ ეპიდემიას ებრძოდა. იმ წელს ამ ვირუსით მხოლოდ ამერიკაში 57,000 ადამიანი დაინფიცირდა, რაც დაახლოებით გრენლანდიის მაცხოვრებელთა საერთო რაოდენობაა. ვირუსის შესახებ არსებული პირველი ჩანაწერები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გვხვდება. ეს ქვის ფირფიტა ეგვიპტეში დაახლოებით 3400 წლის წინ შეიქმნა. მასზე გამოსახულ ადამიანს ფეხი ატროფირებული აქვს, რაც პოლიომიელიტის ერთ-ერთი სიმპტომია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ამ დაავადებამ მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიწვია. 1916 წელს პოლის დაინფიცირებამდე 36 წლით ადრე ამ ვირუსის 27,000-ზე მეტი შემთხვევა მხოლოდ ნიუ-იორკის ტერიტორიაზე გამოვლინდა. აქედან მინიმუმ 6,000 ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ხელისუფლებამ მათ სახლში დარჩენა სთხოვა. კინოთეატრები, აუზები და გასართობი პარკები დროებით დაიხურა, ხოლო ადამიანები საცხოვრებლად ნაკლებად დასახლებულ რაიონებში გადავიდნენ. ალბათ ეს სიტუაცია ყველასთვის ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები 2020 წლის მსგავსია, კორონავირუსისგან განსხვავებით, პოლიომიელიტი ყველაზე სახიფათო მოხუცების ნაცვლად ბავშვებისთვის იყო. საქმე იმაშია, რომ ვირუსი ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადებული ადამიანის ექსკრემენტები ჯანმრთელი ადამიანის პირის ხრუში ხვდებოდა. ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა დაბინძურებული წყლის ან საკვების მოხმარება, ან იმ ადამიანთან კონტაქტი, რომელიც ხელებს ხშირად არიბანდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ჭამამდე ხელებს იშვიათად იბანენ, მათი ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. მაგრამ თუ პოლიომიელიტის ეპიდემია ჯერ კიდევ 1916 წელს გავრცელდა, მაშინ რატომ არ არსებობდა მისი საწინააღმდეგო ვაქცინა 1952 წლისთვის? საქმე იმაშია, რომ იმ დროს მედიცინა და მეცნიერება ნაკლებად იყო განვითარებული და შესაბამისად, ექიმებს საკმაოდ მცირე ინფორმაცია ჰქონდათ. ვაქცინის არარსებობის გამო ადამიანები ვირუსის დასამარცხებლად იმ უცნაურ მეთოდებს მიმართავდნენ, რომლებსაც არაკომპეტენტური ექიმები თანხის მიღების მიზნით პოპულარობას უწევდნენ. მაგრამ მათ გარდა პატივცემული მეცნიერებიც კი ხშირად მკურნალობის არაეფექტურ მეთოდებს იყენებდნენ. მაგალითად, 1916 წელს ბიომედიცინის ექსპერტი ჯონ ჰეივენ ემერსონი დაავადებულებს ნუშის ფქვილის აბაზანების მიღებას და ქვედა კიდურების ელექტროშოკურ თერაპიას ურჩევდა. მათ გარდა გამოიყენებოდა მეთოდი, რომელიც ხერხემალში საკმაოდ სახიფათო პრეპარატების, ადრენალინისა და სადეზინფექციო ხსნარის გაკეთებას გულისხმობდა. გასაკვირი არაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა პაციენტების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა. ამავე წელს სემუელ მელცერმა, ცნობილმა ამერიკელმა ფიზიოლოგმა, ადრენალინის გამოყენება დაავადებულ ბავშვებთან დაიწყო მას შემდეგ, რაც მის მიერ მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მეთოდი ადამიანებისთვის არაეფექტური იყო და სამწუხაროდ 105 დაავადებული ბავშვიდან 45 მათგანი ამ საეჭვო ექსპერიმენტის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვები, რომლებიც ასეთ ფატალურ შედეგს გადაურჩნენ, გიფს ან ლითონის სამაგრებს მრავალი კვირის განმავლობაში იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლითონის სამაგრების ტარება მოუხერხებელი იყო, ისინი დასუსტებულ სხეულის ნაწილებს ფუნქციას უნარჩუნებდნენ, მაგრამ მათი დადებითი ეფექტის მიუხედავად, მრავალი კვირის ასეთ მდგომარეობაში გატარება ბავშვებისთვის საშინელი გამოცდილება იყო. მოგვიანებით 1928 წელს ექიმმა ფილიპ დრინკერმა და ფიზიოლოგმა ლუის შოუმ ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიომიელიტთან საბრძოლველად სპეციალური გუნდი ჩამოაყალიბეს. გაერთიანებული ძალებით მათ პირველი მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტებს გადარჩენაში უნდა დახმარებოდა. საქმე იმაშია, რომ პოლ ალექსანდერის მსგავს მძიმე შემთხვევებში ადამიანს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, მაგრამ დრინკერის და შოუს მოწყობილობა პაციენტების ფილტვებს მექანიკურად ამუშავებდა. მათი პირველი აპარატი ელექტრომოტორიანი მტვერსასრუტის დახმარებით მუშაობდა. ექიმები ჰერმეტული მეტალის ყუთიდან ჰაერს სტუმბავდნენ, რაც შიგნით არსებული ჰაერის წნევას ამცირებდა. ამ ჭკვიანურ მოწყობილობას დრინკერის რესპირატორი შეარქვეს, მაგრამ საზოგადოებაში ის რკინის ფილტვების სახელით იყო ცნობილი. მცირე დროის შემდეგ თავდაპირველი მოწყობილობა ბევრად გაუმჯობესდა და მასში ერთდროულად 4 ადამიანის მოთავსება გახდა შესაძლებელი. მოგვიანებით 1931 წელს ჯონ ემერსონმა
მიღწევმა, სწორედ მან, ვინც პაციენტებს ელექტროშოკის და ნუშის აბაზანების გამოყენებას ურჩევდა, ეს მოწყობილობა ბევრად გააუმჯობესა. ემერსონის აპარატი ნაკლებ ხმას გამოსცემდა, მეტად ეფექტური იყო და საკმაოდ იაფიცხირდა. მისი ფასი $1000 იყო, რაც რინკერის რესპირატორის ღირებულებაზე ორჯერ ნაკლებია. დღეისათვის ინფლაციის გათვალისწინებით ეს აპარატი $17500 ეღირებოდა. სწორედ მისი ფასის გამო ხშირად კლინიკებს მათი შეძენა არ შეეძლოთ, მაგრამ ზოგიერთი კლინიკა მსგავს მოწყობილობებს თვითონ ამზადებდა. მაგალითად, ასეთი თვითნაკეთი მოწყობილობები 40-იან წლებში რამდენიმე კლინიკაში გამოიყენებოდა. გარდა ამისა, გულუხვი ადამიანები ვირუსით დაავადებული პაციენტების დახმარებას მუდმივად ცდილობდნენ. მაგალითად, სერ უილიამ მორისი, ინგლისელი ავტომობილების მწარმოებელი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ჭეშმარიტი ბრიტანელის წოდებას. 1928 წელს მან პირობა დადო, რომ იმდენ რკინის ფილტვებს დაამზადებდა, რამდენსაც შეძლებდა. საერთო ჯამში მისი დახმარებით 5000 მოწყობილობა დამზადდა, რაც დაახლოებით $95 მილიონი ღირებულებისაა. მაგრამ მოდით ახლა კვლავ 1952 წელს დაუბრუნდეთ. ამ წელს ამერიკაში პოლიომიელიტის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ათასობით ბავშვი კლინიკაში ამ დაავადებით ხვდებოდა. ერთ დღეს 6 წლის პოლ ალექსანდერი სახლის ეზოში თამაშობდა, როდესაც მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო. პოლის დედამ დაავადების საწყისი სიმპტომები მაშინვე ამოიცნო და სასწრაფოდ ოჯახის ექიმს დაუკავშირდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკებში თავისუფალი ადგილები აღარ იყო, ექიმმა პოლის სახლში დატოვება გადაწყვიტა. 5 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის პოლს ნივთების ხელში დაჭერა თითქმის აღარ შეეძლო და გარდა ამისა, სუნთქვა საკმაოდ უჭირდა. როდესაც ექიმმა მისი მდგომარეობა შეამოწმა, მან მშობლებს განუმარტა, რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ საბედნიეროდ მეორე ექიმი სხვაგვარად ფიქრობდა. მან ბავშვის ყელში მცირე ზომის ნახრეთი გააკეთა და მილის დახმარებით ფილტვებში დაგროვილი სითხე ამოტუმბა. როდესაც პოლი გონს მოეგო, აღმოაჩინა, რომ მოძრაობა აღარ შეეძლო და თანაც ის უცნაურ მოწყობილობაში მოეთავსებინათ. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ სიზმარს ხედავდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ყველაფერი რეალობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლმა თავდაპირველი ინფექციის დამარცხება შეძლო, დაავადება მის კისრის ქვევით სრულიად პარალიზებული დატოვა. შემდეგი 18 თვე მან კლინიკაში ასობით დაავადებულ პაციენტთან ერთად გაატარა. გადიოდა თვეები და პოლი ხედავდა, თუ როგორ უმჯობესდებოდა ზოგიერთი ბავშვის ჯანმრთელობა, მაგრამ მათგან განსხვავებით მისი მდგომარეობა უცვლელი რჩებოდა. პოლის სუნთქვა სრულიად დამოკიდებული იყო რკინის ფილტვებზე. ამიტომაც მოგვიანებით მას ექიმებმა სუნთქვის სპეციალური ტექნიკა ასწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა საკმაოდ რთული ასათვისებელი იყო, 8 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო. მცირე დროის შემდეგ მოწყობილობის ზედა ნაწილზე სარკე მიამაგრეს, რათა პოლს უკეთ დაენახა, თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ. პოლის მამამ მისთვის სპეციალური ჯოხი დაამზადა, რომლის დახმარებითაც ის სათამაშოებით თამაშობდა. თავდაპირველად მან პირის გამოყენებით ხატვა, შემდეგ კი წერა ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ პოლის სხეული პარალიზებული იყო, მისი ტვინი განვითარებას განაგრძობდა. ამიტომაც მან სკოლაში სწავლა გადაწყვიტა. 21 წლისთვის პოლი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც სკოლა ისე დაამთავრა, რომ ფიზიკურად არც ერთ გაკვეთილზე არ ყოფილა. ყველაფერთან ერთად ის კლასში საუკეთესო მოსწავლე იყო. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ პოლმა სამხრეთ მეთოდურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ უნივერსიტეტმა მის მიღებაზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, პოლი ამ ფაქტმა საკმაოდ გააღიზიანა, მაგრამ ის დანებებას არ აპირებდა. ის უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში რეკავდა და სწავლის უფლების მოპოვებას მთელი ძალებით ცდილობდა. საბოლოოდ უნივერსიტეტი დათმობაზე წავიდა და პოლი ეკონომიკისა და ფინანსების კურსზე ჩაირიცხა. კურსის დამთავრების შემდეგ მან ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. წინა უნივერსიტეტებში სწავლისას პოლი სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ამჯერად ის სტუდენტურ საცხოვრებელში გადასვლას აპირებდა. რა თქმა უნდა, საერთო საცხოვრებელში 300 კილოგრამიანი ლითონის კონსტრუქციის განთავსება მარტივი საქმე არ იყო, მაგრამ პოლი არც ამ პრობლემას შეუჩერებია. 7 წლის შემდეგ, 1978 წელს, მან ტეხასის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინანსების დამთავრების შემდეგ მან მეორე დიპლომის აღება გადაწყვიტა და ამჯერად მისი არჩევანი ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროზე, იურიდიულ ფაკულტეტზე შეჩერდა. სირთულის მიუხედავად, 1984 წელს სკოლის დამთავრებიდან 17 წლის შემდეგ პოლი იურისტი გახდა. 1986 წელს მისი როგორც წარმატებული ადვოკატის კარიერა დაიწყო. პოლის წარმოუდგენელი ცხოვრების ისტორია ამით არ დასრულებულა. 2014 წელს ის იმ ორგანიზაციის საპატიო წევრი გახდა, რომელიც პოლიომიელიტით დაავადებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება. And congratulate you on choosing to serve alongside us. And by applause. All right. მიუხედავად იმისა, რომ პოლს ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდა, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა 2015 წელს მისი მოწყობილობის დაზიანება გახდა. დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ამ მოწყობილობის ნაწილებს არავინ აწარმოებდა, რადგანაც ყველა ფიქრობდა, რომ ადამიანისთვის ასეთ მდგომარეობაში სიცოცხლე მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო. მაგრამ საბედნიეროდ პოლის მეგობარმა მისი ვიდეო ინტერნეტში განათავსა. ერთ-ერთმა ინჟინერმა საჭირო ნაწილების დამზადება შეძლო და ფაქტობრივად პოლის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც ამ მომაკვდინის
დამოკიდებელ დაავადებას გადაურჩა. მაგალითად, ამერიკის 32 პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს 1921 წელს პოლიომიელიტი დაუდასტურდა. ამ დროს ის 39 წლის იყო. მას ყავარჯნების გარეშე სიარული არ შეეძლო და ხანდახან გადასაადგილებლად სპეციალურ ეტლსაც კი იყენებდა. მაგრამ პოლ ალექსანდერის მსგავსად ფრანკლინი დანებებას არ აპირებდა. 1933 წელს ის გახდა ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ორი ვადით აირჩიეს. 1938 წელს რუზველტი პოლიომიელიტთან ბრძოლის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და დაავადებული ადამიანების დასახმარებლად სპეციალური ფონდიც კი შექმნა. პირველი ვაქცინის შემუშავებაში მას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. საკუთარი სტატუსის გამოყენებით რუზველტმა მოქალაქეებს ვირუსის დასამარცხებლად დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა ადამიანებს ქველმოქმედების სახით თეთრ სახლში 10 ცენტიანების გაგზავნისკენ მოუწოდა. მალევე თეთრ სახლში ძალიან ბევრი წერილი მივიდა. აღმოჩნდა, რომ მთავრობამ 2.680.000 10 ცენტიანი მიიღო, რაც დღეისათვის ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით $5 მილიონი იქნებოდა. ამ მოვლენას 10 ცენტიანების მარში ეწოდა. მიუხედავად ამისა, ვაქცინის შექმნას ვერავინ ახერხებდა. წლები გადიოდა. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. დაიწყო ცივი ომი და ყოველ წელს პოლიომიელიტი უდიდეს საფრთხედ რჩებოდა. მაგრამ 10 ცენტიანების მარში გრძელდებოდა და ადამიანები კვლევების ჩასატარებლად უფრო მეტ თანხებს აგროვებდნენ. მათ იმდენად სურდათ ამ მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება, რომ ერთმა ადამიანმა, სახელად მისტერ ოკონორმა, შემოწირულობის სახით 9 მილიარდი 10 ცენტიანი შეაგროვა. ეს რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ თუ მონეტებს სიგრძეზე დავაწყობთ, ის დედამიწას 2.4 ჯერ შემოუვლის. მაგრამ 1952 წლისთვის, როდესაც მსოფლიო პოლიომიელიტის ყველაზე საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა, ადამიანებს იმედი თითქმის ამოეწურათ. ისინი 14 წლის განმავლობაში მილიონობით დოლარის შემოწირულობას აგროვებდნენ. მიუხედავად ამისა, მისგან თავდაცვის საშუალება არსად ჩანდა, მაგრამ ყველაფერი ჯონას სოლკმა შეცვალა. ის 1959 წლიდან 10 ცენტიანების მარშის დაფინანსებით სხვადასხვა კვლევებს ატარებდა. 1952 წელს მან უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია. როდესაც სოლკმა ახალი ფორმულა მაიმუნებზე გამოსცადა, მან აღმოაჩინა, რომ ცხოველებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი განუვითარდათ. დროის დაკარგვის გარეშე მან კვლევები 53 ბავშვზე განაგრძო და როდესაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 1953 წელს საკუთარი შვილებიც კი აცრა. თუ ვაქცინა ადრე შეიქმნებოდა, დიდი ალბათობით ის პოლს დაეხმარებოდა, მაგრამ სოლკმა ათასობით სხვა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. 1954 წელს ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოყენება დაიწყო. ამერიკის ტერიტორიაზე 1.8 მილიონ მოსწავლე აიცრა. ამ ბავშვებს პოლიო პიონერები ეწოდათ. 1955 წლის 12 აპრილს ვაქცინამ მაქსიმალური ეფექტურობა აჩვენა. 10 წლიანი წარუმატებელი კვლევების დახარჯული მილიონობით დოლარისა და ათასობით გარდაცვლილი ადამიანის შემდეგ ეს სასიკვდილო დაავადება კაცობრიობასთან მარცხდებოდა. მოგვიანებით სოლკის ვაქცინა კიდევ ერთმა მეცნიერმა, ალბერტ საბინმა გააუმჯობესა. 1961 წლისთვის ვაქცინის თხევადი ვერსია შეიქმნა, რომელიც მის მოხმარებას ბევრად ამარტივებდა. შედეგი შთამბეჭდავი იყო. ვაქცინის მასობრივ გამოყენებამდე 2 წლით ადრე პოლიომიელიტით დაავადებულთა რიცხვი 45,000 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1962 წლისთვის ეს რაოდენობა 900 ადამიანამდე შემცირდა. 1979 წელს ამერიკის ტერიტორიაზე დაავადება სრულიად გაქრა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების თანახმად 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მსოფლიოში პოლიომიელიტით 451 ადამიანია ინფიცირებული, მაგრამ ამ ვირუსის შედეგები დღესაც იგრძნობა. ხოლო ამერიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა შორის 300,000 ადამიანს პოლიომიელიტი აქვს გადატანილი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მათი რიცხვი 10-დან 20 მილიონამდეა. რკინის ფილტვების წარმოება დიდი ხნის წინ შეწყდა და პოლ ალექსანდერი ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, ვინც მთელი ცხოვრება ამ მოწყობილობაში გაატარა. რაც არ უნდა იყოს, პოლის ისტორია გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში არსებული უამრავი სირთულის მიუხედავად ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია.